ძალიან დიდი მადლობა. მაშინ დავიწყებთ პირდაპირ საქმეზე საუბარს. ჩვენ ესე იგი ნათლობის საკითხი გავიარეთ. რო ვამბობ გავიარეთ, ისე ცოტა მოგრძალებულად ვამბობ ამას, იმიტომ რომ ეს ძალიან დიდი თემებია, ხა ჩვენ აქ უბრალოდ სასულიერო სასწავლებელი არა გვაქვს, რომ აკადემიურად რაღაცა თითოეულ იმას მუხლს ევეხებოდეთ და ძირითად შინაარსზე ვლაპარაკობთ, ძირითად შინაარსზე, რომლის ცოდნაც ალბათ ყველა ჩვენგანს გვევალება, განსაკუთრებით გვევალება ადამიანებს, რომლებიც ვამბობთ, რომ წმინდა წერილი უნდა ვიკითხოთ და მეც გავალებთ, თქვენც ივალებთ ამას და იმედი მაქვს, რომ კითხულობთ წერილს და რაღაცნაირად სულ მცირე, ხა იქ სიღრმეებში თუ ვერ შედიხარ თავიდან ადამიანი, რაღაცა მინიმუმ უნდა იცოდე განმარტება, ისა უпростоრად შინაარსი ამა თუ იმ ტექსტისა, რაზეც ვლაპარაკობთ. ჩვენ მეოთხე თავზე გადავდივართ მათეს სახარებისა. ძირითადად მაინც მათეს სახარებას ვკითხულობთ, თუმცა კი ადგილ-ადგილ შევავსებთ რაღაცა გამოტოვებულ ადგილებს, ეს რატო გითხარით, რომ მეოთხე თავში ჩვენ დაგვჭირდება, რომ იოანეს სახარებასაც დავესესხოთ და სადღაცას მარკოსსა და ლუკასაც. მაშინ აყვანილი იქნა იესო სულის მიერ. ასე იწყება ხოლმე რაღაცა გარკვეული მუხლები. აი ეს მაშინ როდის არის? როდის მაშინ? კი ფიქრიათ ამაზე? მაშინ აყვანილი იქნა იესო სულის მიერ უდაბნოში ეშმაკისაგან გამოცდასწელად. ეს მაშინ სიტყვა ნიშნავს ნათლობის შემდგომ. ამიტომაც ჩემო ძვირფასებო, როდესაც ადამიანი ფიქრობს, რომ ადამიანი როდესაც განიზრახავს ამას, რომ თითქოს რაღაცა ეკლესიაში მოსვლით მისი ცხოვრება, ესე იგი გახდება შვიდი და წყნარი და აუღელვებელი, სინამდვილეში ეს ასე საერთოდ არ არის. იმიტომ რომ შენ ბრძოლაში შედიხარ სწორედ მაშინ. ვინც ღვთისმსახურებისთვის აემზადებაო, ვინც ღვთისმსახურებას აპირებსო, ბრძოლისთვის განამზადოს მან თავისი თავიო, ესეთი რამ წერია. რას ნიშნავს ეს ბრძოლისთვის განამზადოს? იმიტომ რომ შენ პირდაპირ დარტყმას აყენებ ეშმაკს. ეხლა ეუბნები რომ შენი მეუფების ქვეშ ყოფობას არ ვაპირებ, მე უნდა შეკეწინააღმდეგო ყველაფერში და ბუნებრივია ის შენ წინააღმდეგ იწყებს ბრძოლას. აი ეს დაახლოებით როგორი ამბავია, იცით რომ ეხლა მაგალითად ქვეყანა არის ოკუპირებული. გადასახადები გვაქვს დადებული რაღაცა ხარკი, რომელსაც ვიხდით. ახლა თუ გამოვაცხადებთ ერთხელაც რომ ჩვენ ამ ხარკის გადახდას აღარ ვაპირებთ. რას გააკეთებს ის ჩვენი ოკუპანტი? როგორ წარმოგიდგენიათ თქვენ? ომს დაგვიწყებს, ხო მართალია? ასეა. ამ ზუსტად იგივე მდგომარეობაა. ეხლა ადამიანი, რომელიც გადაწყვეტს რომ ქრისტეს მსახურებას შეუდგეს, ქრისტიანობას გადაწყვეტს, მოკლედ ასე ვთქვათ, როგორ წარმოგიდგენიათ, გააფრთხდება თუ არა მის წინააღმდეგ ბოროტი. სწორედ ეს მდგომარეობა. ამიტომ მაშინ აყვანილი იქნა ნიშნავს იმას, რომ ამის შემდგომ ხდება სწორედ ის გამოცდა, რომლის გამოცდაზეც ახლა ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ. აყვანილი იქნა იესო სულის მიერ უდაბნოში ეშმაკისაგან გამოცდასწელად და 40 დღეს და 40 ღამეს იმარხულა და ბოლოს მოშივდა. ჩვენ ვიცით ზუსტად მაცხოვარი ყველაფრის მაგალითს გვაძლევს, როგორ შეიძლება ხდებოდეს ბოროტის განდევნა და პირდაპირ გვეუბნება ნათესავი ესი არარაით განვალს გარნა ლოცვითა და მარხვით. აი ესეთი გახლავთ მისი პირდაპირი ფორმულირება, როგორ შეიძლება ბოროტ ძალებს ებრძოდეს ადამიანი. ამიტომაც ის მაგალითს გვიდებს ამაშიც, რომ მარხვას იწყებს ნათლობის შემდგომ, იმიტომ რომ ამ ბრძოლისთვის ემზადება და ვინც ამ ბრძოლისთვის, ამ განსაცდელი აუცილებლად მოვაო წმინდა წერილში წერია. განსაცდელი განა არ მოვა, მაგრამ აი ამ განსაცდელს როგორ უნდა გადალახავდეს ადამიანი და როგორ თქვა შეიძლება ესე იგი პასუხობდეს იმ გამოწვევებს, რომელიც ბოროტისგან შეიძლება შეთავაზებული იყოს, ამის შესახებ არის ლაპარაკი, რომ ეს მარხვით და ლოცვით არის მხოლოდ და მხოლოდ შესაძლებელი. 40 დღეს და 40 ღამეს იმარხულა და ბოლოს მოშივდა. რას ნიშნავს ბოლოს მოშივდა? 39 დღეს არ შიოდა? გულისხმობ იმას, რომ ადამიანური ზღვარი გახლავთ 40 დღე. იმიტომ რომ 40 დღე შიმშილი ადამიანს შეუძლია და ამის იქეთ უკვე
შეიძლება მოხდეს რაღაცა კატასტროფა, რომ მან თქვათ თავისი ორგანიზმი ისე დააზიანოს, რომ ვეღარ გამოუსწორებელი რაღაცა ზიანი მიაყენოს. მაგრამ 40 დღის პრაქტიკა არსებობს. ეს ჩვენ ვიცით მოსე წინასწარმეტყველის შემთხვევაში, ვიცით კიდე ილია წინასწარმეტყველის შემთხვევაში და სხვა მსგავსი ამბები ვიცით, რომ 40 დღე ადამიანებს არ უჭამიათ არაფერი და ისინი ცოცხლობდნენ, ცხოვრობდნენ და აგრძელებდნენ ცხოვრებას, მაგრამ ბოლოს მოშივდა ნიშნავს იმას, რომ ეს გახლავთ ის ზღვარი, საიდანაც რატო 39 დღეს არ მოხდა მისი შემოწმება და ან 35 დღეს რა შიმშილი ნაკლები იქნებოდა თუ ქონდა საერთოდ თუ აი რაღაც აი ესეთი დამოკიდებულება რომ განკარდეს ამისთვისაც წერია მოუხდა მას მაცტური და უთხრა ანუ მე-40 დღეს როდესაც ეს ზღვარი არის უკვე იმის იქეთ რომ შიმშილი აღარ შეიძლება და ეუბნება ასეთ რამეს ეს სიტყვები დაიმახსოვრეთ პირველ სიტყვას რასაც ეუბნება თუ ღმერთის ძე ხარ და მე გაგახსენებთ რატომ გითხარით რომ დაიმახსოვრეთ მე თუ ღმერთის ძე ხარ თქვი რომ ეს ქვები პურებად იქცნენ აი რა არის პირველი საცდური რას თავაზობს პირველ საცდურად ესე იგი 40 დღის ნაშიმშილებ ადამიანს ან იმაში რა არის დანაშაული ახლა ქრისტე ამას უარყოფს და ვნახავთ როგორც უარყოფს მაგრამ რა არის დანაშაული რომ ღმერთია და ღმერთკაცობრიობი ბუნებით გადასახავთ თქვათ ესა ჯვარი და ან თქვა უბრალოდ სიტყვა და თქვა გადაიქცა პურად და ადგა და შეჭამა ამაში ბოროტებას რამეს ხედავთ არაფერი დარღვევა არ არის აბსოლუტურად გეთანხმები გიგა რომ აბსოლუტურად ამაში დარღვევა არაფერში არ არის ერთი რამის გარდა პურებად რომ იქცესო მრავლობითში წერია 40 დღის ნაშიმშილებმა კაცმა რამდენი პური შეიძლება შეჭამოს როგორ ფიქრობთ ერთ ნაჭერსაც ვერ შეჭამოს ერთი ნაჭერიც რომ შეჭა აქ რამდენიმე ექიმიზის ერთ დათო მარკოზი მახსოვდა ნინო ხო და სამი ექიმია და ეხლა წარმოიდგინე 40 დღე კაცს არაფერი არ უჭამია როგორ წარმოგიდგენიათ თქვენ რომ მან რომ შეჭამოს ერთი პური რა მოუვა მოკვდება ვერ შეჭამს ვერც მაგას ვამბობ ანუ რაზე არის იცით აქ პრობლემა რომ ეს ქვები პურებად იქცეს ნიშნავს იმას რომ ადამიანს გამუდმებულად აქვს მოთხოვნილება რაც არ სჭირდება იმისა და ეს ძალიან დიდი საცდურია რომ მაგალითად ესე გაშლილ სუფრასთან რომ დაგსვავენ და ესეც რო გინდა ესეც რო გინდა ესეც რო გინდა ეს შენს ორგანიზმს კი არ სჭირდება კი ეს შენ არანაირად არ გჭირდება საკვებად კი მართლაც ეხა გემოს გამო როგორ არ შეიძლება თითო კოვზი ყველაფერი გავსინჯო რატომაც არ შეიძლება ესეც არ შეიძლება იყოს დანაშაული მაგრამ უყურე აი რომ ამას ყველაფერს შევჭამ მერე მივხვდები რომ ვაიმე არ უნდა მეჭამა რატო ვჭამე ესა ზედმეტი იყო ჩემთვის როგორ დამამძიმა რა გამიკეთა ნაშიმშილები რომ არ ვარ მაშინ და 40 დღეს ნაშიმშილებმა კაცმა ძალიან ძნელია განსაზღვროს დოზა უი ლიკარო ექიმია სულ დამამიწყდა ლიკათი მინდოდა დაწყება და მოქმედი ექიმი ხო და ესე იგი როგორ შეიძლება 40 დღის ნაშიმშილებმა კაცმა განსაზღვროს დოზა თუ არ ყავს მას ვინმე თავდგმური მასწავლებელი რომელიც ეთქვის რომ აი ხა ეს ჭიქა შენთვის საკმარისია და მორჩა ამის მეც არ შეჭამ იმიტომ რომ ის ამას სანამ კუჭიდან სიგნალი მოვაო თავამდეო ხო იცითო რომ მეტი აღარ არის საჭირო შეიძლება ერთი პური კი რა 10 პური კონდეს შეჭმული რამაც შეიძლება ფატალური შედეგი გამოიწვიოს ხო მეთანხმებით ამაში ძვირფასო ექიმებო ხო და ასეთია საცდური პირველი საცდური რომ არ ჭირდება ადამიანს და ამას თავაზობს სწორედ რომ ეს ქვები პურებად რო ეთქვა ერთი პურის ნაჭრად იქცეს რა სიტყვი რა შედება მაგრამ პურებად იქცეს გახლავთ სწორედ ის სიხარბე რაზეც მე დღეს თქვენ გელაპარაკებოდით კოლოსელთა მიმართ ეპისტოლეს როდესაც განმარტავდით რაზეც უკვე ვახსენეთ რომ სიხარბე გახლავთ კერტფსახურება ეს არის კერპი რომელსაც ადამიანი ვერ ელევა და ეს ძალიან დიდი საცდურია აქ არ არის ლაპარაკი პურზე და მისჭამაზე ლაპარაკია იმ სიხარბეზე რომ ახლა მე მოშებულს ბევრი პური მინდა კი ვერ შევჭამ მაგრამ მინდა აი რად გინდა თუ ვერ შეჭამ რად გინდა აი ეს არის პირველი საცდური
ჩვენ მაგალითს გვიდევს კვლავ მაცხოვარი რა პასუხი უნდა გავცეთ ნებისმიერ საცდურს. პასუხი არის წმინდა წერილიდან. ხოლო მან მიუგო და უთხრა, დაწერილია არა მხოლოდ პურით ცოცხლობს ადამიანი, არამედ ღმერთის პირიდან გამომავალი ყოველი სიტყვით. ეს ახლა თუ იპოვე ის ადგილი, წაგიკითხავ, სადაც წერია. ეს უნდა იყოს მეორე ისა რა ქვია, რჯულის მერვე თავის მუხლი არ მახსოვს. მესამე მუხლი. ნახეთ რას ეუბნება ღმერთი ებრაელებს. გათვინიერებდი, გაშიმშილებდი, გაჭმევდი მანანას, რაც არ იცოდით რა იყო ის. არც შენ და არც შენმა მამებმა, რათა შეგეცნო, რომ 40 წლის განმავლობაში უდაბნოში რომ მოდიოდნენ, ამას შედიან უკვე აღთქმულ ქვეყანაში და უნდაში მანანა ზეციდან ცვიოდა, იყო კინძის თესლის ხელა რაღაცა მარცვლები, რომლებსაც აგროვებდნენ და ჭამდნენ 40 წლის განმავლობაში. და ამაზე ეუბნება, რომ გაჭმევდით მანანას, არ იცოდით რა იყო, არც შენ და არც შენმა მამებმა, რათა შეგეცნო, რომ არა მხოლოდ პურით ცოცხლობს კაცი, არამედ უფლის პირიდან გამომავალი ყოველი სიტყვით. მეორე რჯულის მერვე თავის მესამე მუხლი გახლავთ ეს ახლა რაც ჩვენ წავიკითხეთ. რას ნიშნავს ეს ჩემო ძვირფასებო, იცით? არ გინახავთ ადამიანი პური რო თავზე საყრელი აქვს და მაინც კვდება? იმიტომ რომ უფლის პირიდან გამომავალი სიტყვით ცოცხლობს ან არ ცოცხლობს ადამიანი. პურზე რომ იყოს დამოკიდებული მისი სიცოცხლე, მაშინ პური იქნებოდა ჩვენი ღმერთი და არა შემოქმედი და შემქმნელი. ამიტომაც ღმერთად არ უნდა ვაქციოთ არაფერი, რაც ჩვენ ხშირად გონია, ან მატერიალური შემოსავლები, რომ ესე იგი ყველაფერს უზრუნველყოფს ამ ქვეყანაზე, ასე ხო გონია ბევრს, ან კიდევ საჭმელი და სასმელი და ან კიდევ სხვა რაღაც თანამდებობრივი მდგომარეობა, ეს გახლავთ სწორედ ის კერპთაყვანისმცემლობა, რაზეც უკვე მოგახსენეთ, რაც სიხარბეს უკავშირდება და ყველაზე დიდი საცდურია და ამ სიხარბის საწინააღმდეგოდ გახლავთ პასუხი წმინდა წერილში დაწერილი, რასაც მაცხოვარი გაუმეორებს, რომ არა მხოლოდ პურით ცოცხლობს ადამიანი, არამედ ღმერთის პირიდან გამომავალი ყოველი სიტყვით. ამის შემდგომ გრძელდება გამოცდა. მაშინ წაიყვანა იგი ეშმაკმა წმინდა ქალაქში და დააყენა ტაძრის ქიმზე და უთხრა მას, ნახეთ ახლა რას ეუბნება, იესომ ხომ წმინდა წერილიდან უპასუხა, ამიტომ ისიც წმინდა წერილიდან პასუხობს. იმიტომ რომ წმინდა წერილში მართლაც არის, თუკი როგორც სექტანტები ამას აკეთებენ, რომ რაღაც ერთ მუხლს დაიჯინებენ და ამ ერთ მუხლზე გაგიმახვილებენ ყურადღებას, თუკი შენ არ იცი წერილის სხვა მუხლები და ერთ მთლიანობაში არ აღიქვავ წმინდა წერილს, იმ ერთი მუხლის გამო შეიძლება ცდუნებაში შეხვიდე ნამდვილად. ამიტომაც წმინდა წერილით უპასუხა, ახლა წმინდა წერილით უპირისპირდება, იქამდე ხო სიხარბის ცოდვას თავაზობდა, ახლა წმინდა წერილს. და ნახეთ რას ეუბნება 90-ე ფსალმუნის მე-11-მე-12 მუხლს გაუმეორებს. თუ ღმერთის ძე ხარ, როგორ იწყება შეკითხვა კიდევ ერთხელ გაგახსენეთ, თუ ღმერთის ძე ხარ, ეს სიტყვები დაიმახსოვრეთ. გადაიგდე თავი ძირს, რადგან დაწერილია, თავის ანგელოს უბრძანებს შენზე ისინი ხელში აყვანილს გატარებენ, რათა ფეხი არ წამოჰკრა ქვას. ხო გახსოვთ 90-ე ფსალმონი ესე? ანგელოსთა მისთა და უბრძანებიეს დაცვა შენ და ყოველთა შინა გზათა შენთა ხელთა მათაზე დაგიბრან შენუსა და წარსცე ქვასა ფერხი შენი. ასეთია ძველ ქართულად ასე ჟღერს ეს ტექსტი. მაგრამ თუკი ჩვენ თუნდაც ამ წმინდა წერილის ტექსტს არ გადავამოწმებთ და სრულ კონტექსტში არ წავიკითხავთ, აუცილებლად საცდურში შევალთ. ამიტომ მაცხოვარი მას პასუხობს კვლავ წმინდა წერილიდან. დაწერილია ასევე, ეგეც კი არის დაწერილი, მაგრამ დაწერილია ასევე არ გამოსცადო უფალი ღმერთი შენი. ეს გახლავთ მეორე რჯულის მე-6 თავი. იქაც კვლავ მეორდება, რომ არ შეიძლება კანონად არის მოცემული, რომ არ უნდა გამოსცადო შენი უფალი ღმერთი შენი. დიახ. ეჭვიც რომ არ გეპარებოდეს, უფლება არა გაქვს რომ გამოსცადო შენ უფალი შენი ღმერთი, იმიტომ რომ ერთია შენი შინაგანი ეჭვიანობა და მეორე ამპარტავნება კიდე რომ მე ხლა აი ხა ადამიანების წინაშე რა ხა მე ამას ვეტყვი და ღმერთი ამას გააკეთებს, ღმერთი ასეთ დამოკიდებულებაში არ უნდა იყოს შენს გულში და შენს რაღაცნაირად გრძნობებში. წაიყვანა
კვლავ იგი ეშმაკმა ძალიან მაღალ მთაზე და უჩვენა ქვეყნიერების ყველა სამეფო და მათი დიდება და უთხრა მათ, ყოველივე ამას შენ მოგცემ თუ დაემხობი და თაყვანისცემ მე. მაშინ ეუბნება მას იესო, განვეთ სატანავ, რადგან დაწერილია, უფალ შენ ღმერთს ეცი თაყვანი და მას ხოლოსე ემსახურე. ახლა უნდა დაგიხატოთ მე თქვენ ერთი ამბავი. ჩვენ ხო ათვლის წერტილები ესე გვაქვს ზღვის დონიდან რაღაცა მაღლა და ზღვის დონიდან ესე რაღაცა დაბლა. აი თქვათ ესე არის ზღვის დონე. ხო მართალია? აქ რაღაცა მწვერვალებია ზღვის დონეზე მაღლა. თქვათ ჯომოლუნგმა. ეს კვლავ ზღვის დონეა. აი ეს რომ იყოს ახლა ზღვის დონიდან ქვემოთ. აი ამ ზღვის დონიდან ქვემოთ აქ არის ერთი მთა. განცდის მთა, სადაც გარდამოცემით იესო დააყენა ეშმაკმა და უთხრა რომ აეხლაო მთელ სამყაროს რასაც უყურებ შენ მოგცემო, სინამდვილეში აქ არის. რომელიც ზღვის დონიდან ქვემოთ არის. არა ატყუილებდა. ყველაფერს მისცემდა, იცით რას მისცემდა? რაც მის ხელშია. პოლიტიკური და მატერიალური ძალაუფლება. ეს არის ჯოჯოხეთის მეუფება. აი ეს გახლავთ ის მთა, განცდის მთა, ვინც იერუსალიმში მოხვდებით, ან ხართ ნამყოფი, ეშვებით ზღვის დონიდან დაბლა, დაახლოებით 200-300 მეტრზე, და იქ ისეთი ჰავა მართალი გითხრათ, რომ მე საერთოდ ტრანსპორტიდანაც ვერ გადმოვედი, იმიტომ რომ ძალიან მიჭირდა სულ თქვა. მე რამდენჯერ ვარ იერუსალიმში ნამყოფი, 4ჯერ თუ 5ჯერ აღარ მახსოვს, მაგრამ ადრე ხან გადმოვდი, ხან ვერ გადმოვდი. ეხა ამჯერად ზაფხული იყო და ძალიან გამიჭირდა, ვერ გადმოვედი საერთოდ ავტობუსით. აი ამ განცდის მთაზე ნამყოფიც ვარ და უნდა ახვიდე ძალიან მაღალზე და ესეთი მთა და ესეთ და აღმოაჩენ რომ ეს მთა სინამდვილეში და მწვერვალზე რომ დადგები და რომ გადმოიხედავ და რომ ხედავ სივრცეს სინამდვილეში ზღვის დონიდან დაბლა. ანუ ჯურღმულში ხარ. ჯურღმულში ხარ და მწვერვალზე გონია შენი თავი. ამიტომაც ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, მინდა გითხრათ ეს განცდისთვის ამბავი და ეუბნება ესე იგი რომ ყოველივე ამას მოგცემ დაანახა, ნახეთ რა დაანახა. ქვეყნიერების ყველა სამეფო და მათი დიდება. აი ეს დაანახა. ქვეყნიერების ყველა სამეფო და მათი დიდება, რაც ავტომატურად გითხარით იმას ნიშნავს, რომ ეს არის პოლიტიკური და მატერიალური მეფობა. სულიერებაზე ლაპარაკი არ არის. მაშინ ეუბნება მას იესო, განვეთ სატანავ, რადგან დაწერილია, უფალ შენ ღმერთს ეცი თაყვანი და მხოლოდ მას ემსახურე. მაშინ დაატოვა იგი ეშმაკმა და აჰა ანგელოზები მიახლენ და ემსახურებოდნენ მას. ახლა მე ვსვავ კითხვას. დაატოვა ეშმაკმა აღარ ებრძვის იესოს ამის შემდგომ? მე წეღან გთხოვეთ რომ დაგემახსოვრებინათ სიტყვა რომლითაც იწყება ყველა გამოცდა. იცით რატო გთხოვეთ რომ დაგემახსოვრებინათ? იმიტომ რომ ეს სიტყვები სად მეორდება? გახსოვთ სად მეორდება? ჯვარცმულ ქრისტეს. გადმოდიო. თუ ძე ხარ ღვთისა, ტექსტი ხო იგივეა. გადმოდი ჯვრიდან. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. დატოვა ამ სახით, იმიტომ რომ მიხვდა რომ სამი ისეთი საცდური შესთავაზა, რომელზე უფრო დიდი საცდურიც არ არსებობს. ამაზე დიდი საცდური არ არსებობს. პირველი ეს გახლავთ სიხარბე, როგორც უკვე მოგახსენეთ და ეს გაუმაძღრობა, რაც არის კერპსახურება, როგორც პავლე მოციქული ამას განგვიმარტავს. მეორე ეს გახლავთ უფლის გამოცდა, რაც იმას ნიშნავს, რომ შენ სულიერად შეიძლება ისე ამაღლდე, რომ გეგონოს ამაღლებული შენი თავი და სინამდვილეში ისეთ ამპარტავნებაში ჩავარდე, რომ ღმერთის გამოცდაც კი მოინდომო. ეს მეორე გახლავთ ძალიან დიდი ამპარტავნება და მესამე გახლავთ ეს მატერიალური ყველაფერი. პოლიტიკური და მატერიალური მდგომარეობის ფლობა,
რომელიც გახლავთ ძალიან დიდი საცდური ეს რაღაცა იერარქიული კიბე, რომ შენ უფრო მაღლა იყო და შენ ბრძანებლობდე და შენ იყო უფროსი და შენ ხელში იყოს ფულები და ოქროები და ასე შემდგომ და ასე შემდგომ. ეს გახლავთ ყველაზე სამით ყველაზე დიდი საცდური, რომლითაც მონადირებულია კაცობრიობა, მინდა გითხრათ, მონადირებულია კაცობრიობა, ყველა არა, მაგრამ ადვილია მათი მონადირება კვლავაც. აი ამ სამი საცდურით. მაგრამ თუ კი ამ სამ საცდურს ვერ გაართვა თავი, ესე იგი ადამიანმა და მონადირებულია მის ხელშია, მაგრამ თუ კი გაართვა თავი, ამის შემდგომ წერია რომ განეშორება, მაშინ დატოვა იგი ეშმაკმა, ოღონდ დატოვა ამ სახით. მსგავსი საცდურები კი აღარ შემოდის. საცდურები შემოდის უკვე ადამიანის ხელით. ვინ იძახის ამას, რომ თუ ძე ხარ ღვთისაკ, ჯვრიდან გადმოდიო? ადამიანები ყვირიან ამას. ეშმაკი და ის წარმოსახვითი ის კი აღარ არის, რომ ეხლა მე შენ ამას მოგცემ და იქ და გაყენებ და იქედან ის შენი იქნება და არა, ეს დამთავრდა, იმიტომ რომ მიხვდა რომ აქ უძლეველია, აქ არ იძლია ის. ამიტომ შეიძლება იძლიოს სად? ჯვარზე გაკრული, რომ თუ ძე ხარ ღვთისა გადმოდი მაქედან. ეს ძალიან საცოდნელი საკითხია, მინდა გითხრათ რა. ჩვენს ყოფაში ძალიან საცოდნელი საკითხია, რომ რა საცდურები არის უმთავრესი საცდურები და როგორ შეიძლება მათთან გამკლავება. პირველ რიგში წმინდა წერილის ცოდნით, უბრალოდ პირველ რიგში მარხვითა და ლოცვით, როგორც ქრისტე იწყებს და ამის შემდგომ წმინდა წერილის ცოდნით. სხვაგვარად შეუძლებელია ამ საკითხთან გამკლავება. კარგით, შევთანხმდით, ხო, ამ ყველაფერს. შეკითხვები თუ არ არის, უნდა გადავიდეთ, თავი იგივეა, უბრალოდ თემა იცვლება. ან და ბოლოში დამისვით კითხვები. როდესაც გაიგო იესომ, რომ იოანეს საპყრობილეშია, წავიდა გალილეას და დატოვა ნაზარეთი. მივიდა და დასახლდა ზღვისპირა კაპერნაუმში, ზებულონისა და ნეფთალემის საზღვრებში, რათა აღსრულებულიყო ნათქვამი ისაია წინასწარმეტყველის მიერ, რომელიც ამბობს: ზაბულონის მიწავ და ნეფთალემის მიწავ, ზღვისპირა გზავს იორდანის გაღმით, წარმართა გალილეა. ისაიას სიტყვები არის ესა. ხალხმა, რომელიც ბნელში დაიხილა დიდი ნათელი და სიკვდილის ქვეყანასა და ჭდილში მსტომლი ნათელი გამოუწყინდა. ეხლა უნდა ვთქვათ აქ ორიოდე სიტყვა რას ნიშნავს ეს. როდესაც გაიგო იესო ქრისტემ იოანეს საპყრობილეში შეპყრობა. იქამდე იესო ქრისტეს ქადაგება ჩვენ არ ვიცით რა არის. ამის შემდგომ როგორც კი იოანეს დაადუმებენ, იმიტომ რომ საპყრობილეში ჩასვავენ, ამის შემდგომ იწყებს იესო ქადაგებას. იოანე როგორც სიმბოლურად შეიძლება გავათანაბროთ ძველ აღთქმასთან, ძველი აღთქმის ქადაგება მთავრდება, იმიტომ რომ აღსრულდა ძველი აღთქმა. ძველი აღთქმა რა არის? პირობა, რომელსაც ორ მხარეს აკავშირებს, ეს პირობა აკავშირებს ორ მხარეს ერთმანეთს. ამ შემთხვევაში ღმერთი და კაცობრიობა. პირობა იყო რა, რომ ხსნელი უნდა მოსულიყო. ამას ემსახურებოდა ძველი აღთქმა. ეს ყველა წინასწარმეტყველება ამას მიემართებოდა. მაგრამ როგორც კი აღსრულდა ეს ამბავი, იოანეს დადუმება ქრისტეს ალაპარაკებას იწვევს. ქრისტეს ქადაგებას იწვევს და სწორედ იმ სიტყვებით რითიც დაიწყო იოანემ. ნახეთ, იმ დროიდან დაიწყო იესომ ქადაგება და ამბობდა: მოინანიეთ, რადგან მოახლოებულია ცათა სასუფეველი. სიტყვები იგივეა, სწორედ ასე დაიწყო იოანემაც ქადაგება. ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ ქრისტე ძველი ჯულის და ძველი აღთქმის გასაუქმებლად კი არ არის მოსული. იგივე სიტყვებს ლაპარაკობს, რასაც იოანე ლაპარაკობს. იგივე ჯულს იცავს ზედმიწევნით, იმიტომ რომ აბსოლუტურად ყველაფერს ჩვილობიდან დაწყებული, თქვა, წინა დაცვეთა იყო თუ მე 40 დღეს ტაძარში მიყვანება, ახლა ჩვენ ვნახავთ, რომ ტაძარში იქ მიდის, იქ მსხვერპლის შესაწირად და იქ ქადაგებას წარმოთქვამს. ასე რომ ჯულის გაუქმებას კი არა ახორციელებს, შეიძლება ასე ვთქვათ, არამედ პირიქით აღასრულებს ამ ჯულს და ეს ჩანს თუნდაც მისი ქადაგების დასაწყისში, იმიტომ რომ ის იოანეს ქადაგებას ზედმიწევნით იმეორებს პირველ სიტყვებს. ამის შემდგომ ჩვენ მეხუთე, მეექვსე, მეშვიდე თავი მათ ეს სახარებისა გახლავთ ქადაგება მთაზე, ეს არის მაცხოვრის ქადაგება, რომელიც ეძღვნება, ესე იგი, ჩვენი სწავლება რეალურად აქ არის ყველაფერი გადმოცემული ადამიანმა, როგორ და რანაირად უნდა იცხოვროს. მაგრამ უნდა გავჩერდეთ რამდენი
წარმართა გალილეა, იმიტომ ეწოდება, რომ გალილეაში ცხოვრობდა ჭრელი ხალხი, მინდა გითხრათ, ეს იყო გზად ეგვიპტესა და სირიას შორის გზა იყო, კაპერნაუმი იყო დიდი ქალაქი, ყველაზე სავაჭრო ქალაქი იყო ესა. შესაბამისად, ეგვიპტელები, სირიელები იქედან წამსვლელი ვაჭრები, აქედან წამსვლელი ვაჭრები, ამიტომ წარმართა გალილეას სწორედ ამიტომ უწოდებს მას ისაია წინასწარმეტყველი, ჯერ კიდევ ამას როდის ხედავს, მაშინ არ არის ესე გალილეა და ამას მომავალში ხედავს. ხალხმა, რომელიც ბნელში იჯდა, იხილა ნათელი დიდი, ბნელში ჯდომა გახლავთ ესეთი ტრადიცია არსებობდა, რომ როდესაც ადამიანს ოჯახს ყავდა მიცვალებული, თუ დილით გარდაიცვლებოდა, საღამოთი უნდა დაეგრძალა და თუ საღამოთი გარდაიცვლებოდა, დილით უნდა დაეგრძალა და ტრადიცია იყო ასეთი. სხვათა შორის დღევანდელ დღეს ვიღაცები ამას რო აკეთებენ, არც იციან საიდან მოდის ეს ტრადიცია. ტრადიცია იყო ასეთი, რომ თქვათ, დილით გარდაიცვალა ადამიანი და საღამოს უკვე დაგრძალეს, ოდესაც დაბრუნდებოდნენ სახლში. ტახტზე, რომელზეც ესვენ ეს ტახტი უნდა გადაებრუნებინათ და ძირს უნდა დამსხდარიყვნენ და შუქი არ უნდა აენთოთ. და ასე ბნელში უნდა მსხდარიყვნენ, გლოვის ნიშანი იყო ეს და იხსენებდნენ აი ამ მიცვალებულს. აი ესე ისხდნენ ირგვლივ, სიბნელეში, ეს ტახტი გადაბრუნებულია და იხსენებენ მიცვალებულს. დღევანდელ დღეს მე ხშირად მინახავს ასეთი რამ. რომ როდესაც ასვენებენ ადამიანს სახლიდან, ტახტი ამოატრიალეთ, ვიღაცა იტყვის იქ, ხო იცი, ერთი თავი კაცი რო არის, ყველაფერსო კარნახობს, რო იცით რაღაცა. თოკი ხელზე არ დაეხვიოთ რაღაცებს რო იძახის ხოლმე, ის ტახტი ამოაბრუნეთ. რო ვეკითხები, აი ტახტი რატო უნდა ამოაბრუნოთ? არ იცის. ხო და უბრალოდ იცის, რომ ტახტი უნდა ამოაბრუნოს და რა შუაშია, მოკლედ ეს ძალიან საინტერესოა. სინამდვილეში ეს ასეთი ტრადიცია იყო, ებრაული ტრადიცია იყო. რომ ეს ტახტი უნდა გადატრიალებულიყო, რომ მასზე არავინ არ დამჯდარიყო, ყველა ძირს უნდა დამსხდარიყვნენ, გლოვის ნიშანი იყო და შუქი არ უნდა ანთებულიყო. ანუ ეს იყო მგლოვიარობის ნიშანი და აქ პირდაპირ წერია ხალხმა, რომელიც ბნელში იჯდა. ანუ მგლოვიარე ხალხი ვინც იყო, იხილა ნათელი დიდი, ანუ გამოურწყინდათ სინათლე, იმიტომ რომ ქრისტეს აღდგომით ეს სინათლე მოვიდა. უჩვეულო სინათლე დაიპყრო მთელი ის არა ქვია, კოსმოსი შეიძლება ითქვას, ეს არ იყო ჩვეულებრივი სინათლე, ეს იყო ქრისტეს ნათელი, რომელმაც გაანათა, მოკლედ ეს ადამიანები, მარტო ებრაელები კი არა, მთელი კაცობრიობა. და სიკვდილის ქვეყანასა და ჩრდილში მსხდომთ, ანუ სიკვდილის გამო ვინც ამ სიბნელეში იჯდნენ, ჩრდილში მსხდომთ, ნათელი გამოურწყინდათ. ანუ მკვდრეთით აღდგომის შესახებ ეკადაგაცდა, აი ამ ტრადიციაზე არის სინამდვილეში აქ ლაპარაკი, რომელსაც დღესაც აკეთებენ ადამიანები, ოღონდ რატო აკეთებენ არ იცი. ეს ასეთი წესი იყო, მოკლედ ეს ჩართვა გავაკეთეთ ახლა, იმიტომ რომ საინტერესო თემაა, ხო, რაღაც. იმიტომ რომ იქ მე ვიღაცები კარებზე უნდა მიაკაკუნოს ამჯერ, ხო, ესეც. ყველაფერს აბრუნებდნენ, რაც სახლში იდგა, მაშინ სკამების ტრადიცია არ იყო უბრალოდ. მაშინ არ იყო სკამების ტრადიცია, ინახით სხდომა იყო ტრადიცია, აბრუნებდნენ ყველაფერსო, ვინმე არჩა, ანუ ვინმეს თავისთვის უფლება არ მიეცა, რომ რამეზე დასვენებულიყო. რას გულისხმობ, იცით, რომ მაგალითად შემოვედი ოთახში და სკამი დავინახე და ჩამოვჯექი ამ სკამს. ამისი უფლება არ უნდა მიმეცა თავისთვის, ამიტომ სკამი გადაბრუნებული უნდა დამხვედრო და ძირს უნდა დაუმჯდარიყავი გლოვის ნიშნად. და უნდა ყოფილიყო სიბნელე და ამის შესახებ არის ლაპარაკი, რომ ვინც ამ ბნელში იჯდა, ნათელი გამოურწყინდათ. ამაზე გველაპარაკება მოკლედ წერილი. დროში როგორ ავართ, ხო არ დაგღალეთ ძალიან. იმ დროიდან დაიწყო იესომ, მაგრამ აქ რამე ხო არ გამოგვრჩა. ხო, იოანეს შეპყრობის შესახებ ხო არ ვთქვათ, თუ მე იოანეზე როდესაც მივალთ, თავის კვეთაზე როცა მივალთ, მაშინ ვილაპარაკოთ. ხო, რატომ მოხდა ეს ამბავი? იოანე დაიჭირა მოკლედ ჰეროდემ და ჩასვა ციხეში. კარგით, ამაზე მე მაშინ დაიწყო იესომ ქადაგება და ამბობდა მოინანიეთ, რადგან მოახლოებულია ცათა სასუფეველი. ხოლო როდესაც გალილეის ზღვის ნაპირას მიდიოდა, დაინახა ორი ძმა, სიმონი, პეტრე წოდებული და ანდრია მისი ძმა. ისინი ბადეს ისროდნენ ზღვაში, რადგან მებადურები იყვნენ. და ეუბნება მათ, მომყევით მე და ადამიანთა მებადურებად გაქცევთ. და მათ მყისვე მიატოვეს ბადე და გახვნენ მას. აი ხა თუ მხოლოდ მათეს სახარებას წავიკითხავთ ჩვენ, ცოტა შეიძლება ჭკუატყოფელ ადამიანის ის არ დაგჭეს დაბეჭდილება, რომ ახლა მე თევზაობა ვიღაცამ გამოიარა და წამომყევია და გავდგე და გავყვე, როგორ შეიძლება ეს გავყვე ადამიანს? რანაირად შეიძლება ესე გავყვე?
ამიტომ ხშირად ვამბობ, რომ წმინდა წერილი ჩვენ მთლიანად უნდა ვიცოდეთ. თუ მარტო რაღაცა ერთი კონკრეტული ადგილი იცი, გაუგებარი ამბავია ეს. ამიტომ თუ გადავშლით ჩვენ იოანეს სახარების პირველივე თავს, იქ ნახეთ როგორი რამე წერია. მეორე დღეს ეს არის იოანეს სახარების 29 მუხლი, პირველი თავის 29 მუხლი. ნუ იოანეს ნათლისმცემელი რო გამოსულია და ნათელს ცემს, ამაზეა ლაპარაკი. მეორე დღეს იხილა მისკენ მომავალი იესო, იოანე ხედავს მისკენ მომავალ იესოს, იქ რაღაცები გამოვტოვეთ, ახლა ჩვენ ბუნებრივია შუიდან ვიწყებთ. ამბობს ასეთ რამეს: აჰა ღმერთის კრავი, რომელიც იტვირთავს ქვეყნიერების ცოდვებს, ეს არის ის ვიზეც ვთქვი, ჩემ შემდეგ მოდის კაცი, რომელიც ჩემზე უპირატესია, რადგან ჩემზე უწინარეს იყო. მე არ ვიცნობდი მას, მაგრამ იმიტომ მოვედი წყლით ნათლის საცემად, რათა ის გამოეცხადოს ისრაელს. და მოწმობდა იოანე და ამბობდა: მე ვიხილე ციდან მტრედივით გარდამომავალი სული, რომელმაც დაივანა მასზე. ნუ ეს ნათლისღების ამბავია, ჩვენ ეს ვილაპარაკეთ. მე არ ვიცნობდი მას, როგორც ჩანს იოანეს ნანახი არ ყავდა იესო, მაგრამ ვინც მომავლინა წყლით ნათლის საცემად, მან მითხრა, ვიზეც დაინახავს სულს, გარდამომავალს და დავანებულს, ის არის სულიწმინდით ნათლისმცემელი და მე ვიხილე და ვმოწმობ, რომ ეს არის ძე ღმერთისა. იოანეს შესახებ გელაპარაკეთ, რომ მისი ავტორიტეტი რაოდენ მნიშვნელოვანი იყო, რომ საზოგადოებაში დაემოწმებინა. პირდაპირ ამბობს, ეს არის ძე ღმერთისა. მეორე დღეს კვლავ იდგა იოანე თავის ნათლობებს აგრძელებს. სანამ დაიჭერს ჰეროდე, ის არ ჩერდება. მეორე დღეს კვლავ იდგა იოანე და ორი მისი მოწაფეთაგანი და დაინახა მომავალი იესო და თქვა: აჰა ღმერთის კრავი. ეს აჰა ღმერთის კრავი, მე განვიხილოთ საწერია როგორ რატომ მიანიშნებს ამას. ორმა მოწაფემ გაიგონა მისი სიტყვა და გაჰყვა იესოს. იესო მოუბრუნდა და დაინახა, რომ მიხვევიან და ეუნება მათ, რას ეძებთ? მათ უთხრეს: რაბი, რაც თარგმანებით ნიშნავს მოძღვარო, სად დგახარ? ეუნება მათ, წამოდით და ნახავთ. წავიდნენ და ნახეს, სადაც იდგა. ის დღე მასთან დახვეს, იქნებოდა ასე მეათე საათი. იყო ანდრია, ძმა სიმონ პეტრესი, ერთი მორთაგანი, რომელთაც იოანესაგან მოისმინეს იესოზე და გაჰყვნენ მას. მან პირველად ნახა თავისი ძმა სიმონი და უთხრა: ჩვენ პოვეთ მესია, რაც თარგმანებით ნიშნავს ქრისტეს. მიიყვანა იგი იესოსთან, შეხედა მას იესომ და უთხრა: შენ ხარ სიმონი, იონას ძე, ამიერიდან შენ გერქმევა კეფა, რაც თარგმანებით ნიშნავს კლდეს. მეორე დღეს მოისურვა გალილეას დასვლა, ნახა ფილიპე უკვე სხვა მოციქულის გამორჩევაზე გადადის იოანეს სახარება. ესე იგი, მათესთან რომ ჩვენ ვკითხულობთ, რომ მოთევზავე ძმები იხილა, ეს პირველი შეხვედრა არ არის მათი. ეს რომ პირველი შეხვედრა ყოფილიყო, მე ნამდვილად გაკვირებული დავრჩებოდი, რომ ახლა ვიღაცა კაცმა ჩამოიაროს და წამომყევიო და მე წამოხვდე და გავიქცე, ცოტა უცნაური მომეჩვენებოდა, მაგრამ როდესაც უკვე ვიცი ეს ისტორია იოანესთან, როგორ არის მოთხრობილი, რომ ანდრია იყო იოანე ნათლისმცემლის მოწაფე, იმიტომ რომ პირდაპირ წერია იოანე და ორი მისი მოწაფეთაგანი, ერთ-ერთი ანდრია. მეორეს სახელი არ არის დასახელებული, მაგრამ წმინდა მამები თანხმდებიან, რომ ეს იყო იოანე ღვთისმეტყველი. იოანე სახარების ავტორი ღვთისმეტყველი, იმიტომ რომ ეს მის სახარებაშია მოთხრობილი და ის თავის სახელს არასდროს არ ამბობს. ბოლო თავებში ამბობს მოწაფე, რომელიც უყვარდა იესოს, მოწაფე, რომელიც უყვარდა იესოს და ვიღაცამ გონია, რომ მოწაფე უყვარდა, ისე იგი ეს უყვარდა და განსაკუთრებულად უყვარდა. სინამდვილეში მამა გაბრიელმა თქვა ერთხელ, იცით რა საოცრად ახსნა ეს ამბავი? ეს კითხეს, რომ რატო ამბობსო ასეო რა? უთხრა, რომ ისეთი მოწაფე, როგორიც მე ვარ, ისიც კი უყვარდაო. ხო და ეს რომ დაინახო, მამა გაბრიელი უნდა იყო, და მე ვიტყოდი, რომ მე ყველაზე მეტად უყვარვარ და აი თქვათ, რომ დამიძახოს ახლა პატრიარქი რომ დამიძახებ და ვიტყოდი, რომ მე ყველაზე მეტად უყვარვარ და ამ დროს ისე რო თქვა, რომ აი მეც კი მე როგორიც მე ისეთიც კი უყვარს პატრიარქს, მეთქი ესე დაახლოებით ესეთი ამბავი. ხო და მამა გაბრიელმა ასეთ საოცარი ახსნა მისცა ამას. ამიტომ თევზის ჭერა
აი ბევრი თევზი რო დაიჭირეს ქრონოლოგიურად წინუსწრებს და გამოწაფებას თუ არა ის მე ამბავია მე შემდგომი ამბავია ამიტომაც რადგანაც ვიცით რომ ის უკვე იოანეს მოწაფეა იოანე ამოწმებს აჰა კრავი ღვთისა და ეს კრავი საიდან მოიტანა ეს სიტყვა იცი რა აბრაამი როდესაც წირავს ისააკს თავის შვილს იქ ხდება საოცარი ამბავი მიდიან მორიას მთაზე შეუდგებიან ამ მთას შეშა კვესაბედი რა საოცარი კაცია აბრაამი რა ეს ცალკე საკითხია განსახილველი რა რომ ეუბნება შენი შვილი უნდა შემომწირო და რასაკეთებს აბრაამი შეშას რო წაიღებს იქ წმინდა წერილში განსაკუთრებული გამახვილებული ყურადღება რომ ეს რითიც ცეცხლი უნდა აანთოს კვესაბედი თან მიაქვს და რატო წერია მეთქის რომ იცი რატო წერია იმიტომ რომ იქ ხო შეიძლება რომ ავიდეს და თქვას რომ უფკაცო კი ამოვიტანე შეშა მაგრამ ცეცხლი არ მაქვს ასანთები რა ხო შეიძლება რაღაცა მიზეზი გამოუძებნო საკუთარ თავს რომ საკუთარი შვილი არ გაიმ არა უპირობოდ ასრულებს ყველაფერს მიაქვს ყველაფერი და გზაში რომ მიდიან ისააკი ეკითხება რომ მამაო შეშა მიგვაქვსო ცეცხლი მიგვაქვსო და კრავი სად არისო და კრავს ღმერთი გამოაჩენსო აბრაამი ეუბნება ამიტომაც ეს სიტყვები რომ კრავს ღმერთი გამოაჩენს იყო ებრაელებისთვის გარდამოცემაში სულ ყურში ჟღერდა რომ კრავს ღმერთი გამოაჩენს და გამოუჩნდა იოანე ნათლისმცემელი რომელიც ამბობს აჰა კრავი ამიტომაც მისი მოწაფეებისთვის ეს გასაგები იყო ამიტომაც გაყვნენ მას შეიძლება ყველამ კი ვერ იხილა მტრედი გარდამომავალი მათ შორის შეიძლება ვერც იოანეს მოწაფეებმა ვერ იხილეს იმიტომ რომ ყველა არ ესწრებოდა იმ პროცესს იქა მაგრამ მათ მოისმინეს სიტყვა აჰა კრავი რომელიც საკრალური სიტყვებია რომელიც მათთვის უდიდესი მნიშვნელობის სიტყვებია რომ კრავს ღმერთი გამოაჩენს და გამოაჩინა ამიტომაც მიყვება მას ანდრია და მიიყვანს თავის ძმას მიყვება მას იოანე და მიიყვანს თავის ძმას ამიტომაც ეხა აქ რასაც ვკითხულობთ რომ რადგან მებადურები იყვნენ ეუბნება მათ მომყევით და ადამიანთა მებადურებად გაქცევთ მყისვე მიატოვეს ბადე და გახვნენ იქედან რომ წამოვიდა დაინახა ორი სხვა ძმა იაკობი ზებედეზე და იოანე მისი ძმა ვიზეც უკვე მოგახსენეთ რომ იქ სახელი არ წერია მე რომელიც თავიანთ მამასთან ზებედესთან ერთად ნავში ბადეებს აწესრიგებდნენ და მოუხმო მათ მყისვე მიატოვეს ნავიც და მამაც და გახვნენ მას ანუ ისინი უკვე იესოს იცნობენ იესოსთან უკვე რაღაცა გარკვეული დრო მათ გაატარეს მისი სწავლება უკვე მოისმინეს თუმცა კი იესოს თვითონ არ დაუწყიას ქადაგებლური მოღვაწეობა და შესაბამისად არც მოწაფეები არ ყავს ესენი იოანესთან არიან იოანე როგორც კი შეიპყრეს ესენი თავიანთ საქმიანობას აგრძელებენ მაგრამ იესო იწყებს ახლა ქადაგებას და ეუბნება ახლა მე წამოვყევით და მიყვებიან იესოს ამიტომაც ეს ყველაფერი გასაგები ხდება ამ კონტექსტში თუ წავიკითხავთ და თუ ცალკე წაიკითხავ ამას ალბათ გაუგებარი იქნება თუმცა კი უნდა ვთქვათ აქვე ერთი რამ რომ ძველი აღთქმის აბსოლუტურად ყველა მამამთავარი და წინასწარმეტყველების უმრავლესობა იყვნენ ვინ? მწყემსები. ახალი აღთქმის მოციქულები არიან მეთევზეები. ეს შემთხვევითი არ არის. შემთხვევით არ გეგონოთ ეს ამბავი. ეს გახლავთ ასეთი რამ რომ განისაზღვრებოდა ადამიანი როგორც ცხოველებს ექცეოდა იმის მიხედვით შეგეძლო რომ ადამიანები ჩაგებარებინა მასთვის თუ არ უნდა ჩაგებარებინა. იმიტომ რომ აი მაგალითად აბრაამი მწყემსია. მოსე მწყემსია. დავით მეფსალმუნე მწყემსია. რომელიც ერის წინამძღოლები არიან სულ ყველა ხა ვინ ჩამოგითვალეთ აბრაამისგან მოდის მთელი ერი იქ მოსესგან მთელი ჯული და იქ დავითისგან მერე პირველი მეფობა და იერუსალიმის გაერთიანება და სახელმწიფო შექმნა მწყემსია სულ ყველა ცხრისა აბსოლუტურად სულ ყველა მაგრამ მწყემსობა გახლავთ აი მწყემსობას თუ შევადრით მაინც რაღაცა ერთი მონიშნული ადგილია შეიძლება ითქვას მეთევზეობა გახლავთ გაშლილი ბადე ახლა მწყემსობაში კიდე რა არის იცით რომ ეხლა ამ მწყემსობაში ცხარი თუ მყავს შეიძლება თხაც გამოერიოს შიგნით რა მაგრამ ცხრის ძროხის და მისი რა ქვია ცხენის და აკლების წყებს ერთად ვერ იქნები იმიტომ რომ ის სხვადასხვა ამბები აქვთ მათ ამას სხვა მომსახურება ჭირდება იმას სხვა მომსახურება ჭირდება ხო მართალია
ამიტომაც უშუალოდ ცხრის მწყემსები არიან, რაც განასახიერებს ერთი ერის მწყემსობას. და მებადური ვინ არის, იცით, რომ გაშალა ეს ბადე, ყველანაირი თევზი ხდება შიგნით. აბსოლუტურად ყველანაირი თევზი ხდება შიგნით. და ეხლა მე გეუბნებით თქვენ, რომ ბადე, რომელიც გაშალეთ მათ, ამ უბრალო მებადურებმა, მთელი მაშინდელი რომის იმპერია მოექცა ამ ბადეში. მთელი მაშინდელი რომის იმპერია და დღევანდელი მსოფლიო, მინდა გითხრათ, იმიტომ რომ არის სადმე, სადაც არ იქადაგება და სადაც არ მოქცევა არ ხდება დღევანდელ დღესაც. და ვისგან ნაკადაგებია ეს? სწორედ ამ მეთევზეებისგან ნაკადაგებია. ამიტომაც შემთხვევითი არ არის ეს ამბავი, იმიტომ რომ იქ იყო რაღაც შეიძლება ლოკალური, რაღაც ადგილობრივი ამბავი, შეიძლება ესე ითქვას მწყემსობა და ეს მეთევზეობა უფრო მასშტაბური ამბავი გახლავთ, რომელიც ღმერთმა ესე განაგო და ესე გამოარჩია. და დადიოდა იესო მთელ გალილეაში, ასწავლიდა მათ სინაგოგებში, ქადაგებდა სასუფეველის სახარებას და კურნავდა ყოველგვარ სენსა და ყოველგვარ უძლურებას ხალხში. ჯერ წერია რომ დადიოდა და ამას აკეთებდა, ამის მერე ნახეთ რა წერია და მოედო მისი ამბავი მთელ სირიას და მოყავდათ მასთან, უკვე ხალხი იწყებს მასთან სიარულს. მოყავდათ მასთან ყველა უძლური სხვადასხვა სნეულებითა და სატანჯველით შეპყრობილი, ეშმაკეული, მთვარეული, დამბლადაცემული და ის კურნავდა მათ. დაედევნა მას, უკვე იესოს მისდევენ, დიდძალი ხალხი, გალილეიდან და 10 ქალაქიდან, იერუსალიმიდან და იუდეიდან და იორდანეს გაღმიდან. ანუ ამ ტერიტორიის მიღმა მხარეებიდანაც უკვე ერთი იყო რომ თვითონ დადიოდა სინაგოგებში და ქადაგებდა, მეორეა რომ ხალხმა როგორც კი ესე იგი გაიგო მისი ამ ქადაგების შესახებ, თვითონვე მოდიან მასთან და აქ უკვე იწყება მაცხოვრის მოღვაწეობა, როდესაც თვითონ კი აღარ დადის ფაქტიურად. ნუ როგორ არ დადის ხალხში, იმიტომ რომ ჩვენ მერე შევხვდებით რომ ხან იქ ჩავიდა და ხან აქ წამოვიდა, მაგრამ ეს შეიძლება ითქვას მოკლე პატარა მოთხრობაა მთელი სახარებისა. აი ხა რაც წავიკითხეთ ეს აბზაცი, ეს წინასწარ არის დაწერილი, იმიტომ რომ 10 ქალაქში ჯერ ნამყოფი არ არის, მაგრამ აქ წინასწარ წერია ის, რომ მოყავდათ ესეთი ადამიანები, ეშმაკეულები და ასეთი და ჩამოთვლილია რომ გალილეიდან, 10 ქალაქიდან, იერუსალიმიდან, იუდეიდან, იორდანის გაღმიდან და ასე შემდგომ, რომ ყველანი მასთან შემოიკრიბნენ და ისმენდნენ მის ქადაგებას და მისგან ღებულობდნენ კურნებას. ასეთი გახლავთ მეოთხე თავი, ეს არის ესე იგი გამოცდა და მოციქულთა გამორჩევა, რომელზედაც ძალიან მოკლედ მე მოგახსენეთ და ეხლა კითხვები თუ გაქვთ, კითხვებზე გაგცემთ პასუხს თუ არა და თუ ღმერთი ინებებს, შემდეგ შეხვედრაზე გავაგრძელოთ უკვე შემდეგი თემა გახლავთ ქადაგება მთაზე. მაცხოვრის ქადაგება. შეკითხვა მაქვს. დიახ. ამ თემასთან რა არის შეიძლება? როგორ არ შეიძლება? აი ეს რომელთან მიმართ ეპისტოლეში მეთორმეტე თავის მეტრი მოხდეს. ესავზეა ნახავი რომ იგი გულხურვალეთ პიროდა, მაგრამ შენდობა არ მიიღო და პეტრე როცა პიროდა, პეტრე მიიღო შენდობა. ანუ მე ვიზია ნათქვამი? ესავ. რომელთა მიმართ ეპისტოლეში? მუხრი, ისა მეთორმეტე თავი, მე-17 მუხრი. აბა ნახოთ რას გულისხმობთ ახლა თქვენ. ნუ რავენ მიაგებთ ბოროტის წილ, ბოროტს ეცადეთ კეთილს ყველა ადამიანის წინაშე მე-12 თავის რომელი მე-17 მუხლი მითხარით? არა, ეთყობა გეშლება თუ რაღაც სხვა არის. მე-12 თავის რომაელთა, ხო? უყურეთ, ნუ რავის მიაგებთ ბოროტის წილ, ბოროტს ეცადეთ კეთილს ყველა ადამიანის წინაშე. ეს დაკიღა იცით რომ შემდეგ როცა მოისურვა და ემკვიდრებინა კურთხევა უარყოფილი იქნა და ვერაფერი გააწყო სინანულით, თუმცა ცრემლით ითხოვდა მიტევებას. ვისი რომელია ეგა? რომელთა მე-12. არა ეს რომელთა არ არის. შეიძლება დიახ, ერთი წამით ნახოთ ვისია. ეს არის
პავლე მოციქულზე ებრაელთა მიმართ ეპისტოლე. ხო, გამიკვირდა, იმიტომ რომ რომაელებში მსგავსი რამ არ მახსოვდა და ებრაელებზე ხო წერს და კარგით, ვნახოთ ახლა და განვიხილოთ ეგ საკითხი, რა თქმა უნდა თქვენ გაინტერესებთ და რა ლიტავებული იქნება სწორად ნანობს თუ არა, ეგ მაინტერესებს. ეხლა იქ ჩანს რომ აი პეტრე სწორად ნანობდა, ესავი სწორად არ ნანობდა. აი მე როგორ დავასრულო ჩემში? ანუ პრაქტიკული თვალსაზრისით მაინტერესებს რა. რომ არ იყოს თქვენ შორის გარყვნილი ან უწმინდური, როგორც ესავი, რომელმაც ერთი შეჭამადისთვის გაყიდა პირმშოობა. ნახეთ რა წერია, წინამუხლს არ წაიკითხეთ? ნახეთ როგორ რამე წერია. გაფრთხილდით რომ რომელიმე თქვენგანს არ მოაკლდეს ღმერთის მადლი, რომ რომელიმე მწარე ფესვი არ აღმოცენდეს და ზიანი არ მოიტანოს და ამით ბევრი არ შეიბილწოს. რომ არ იყოს თქვენ შორის გარყვნილი ან უწმინდური, როგორც ესავი, რომელმაც ერთი შეჭამადისთვის გაყიდა პირმშოობა. თქვენ იცით რომ ამის შემდეგ იგი უკუგდებულიყო, როცა მოისურვა მემკვიდრეობით მიეღო კურთხევა, ვეღარ პოვა მონანიების შესაძლებლობა, თუმცა ცრემლებით ეძიებდა მას. რას გულისხმობს ახლა ეს მუხლი? ძალიან საინტერესო მუხლია, მინდა გითხრათ. აქ ლაპარაკი არის რაზე, რომ რომელიმე თქვენგანს არ მოაკლდეს ღმერთის მადლი, ნიშნავს იმას, რომ ღმერთის მადლით იყო მიცემული მისთვის პირმშოობა. ესავი იყო პირმშო. მაშინ პირმშო ითვლებოდა მემკვიდრედ. სხვაგვარად შეუძლებელი იყო, როცა დაიბადებოდა ორი ძმა, ტყუპები იყვნენ თუ ისე ჩვეულებრივ ხო პირველი ვინც იყო ის იყო პირმშო და ავტომატურად კურთხევა მასზე უნდა გადასულიყო. მაგრამ ესავისთვის ეს საკითხი ნახეთ როგორია, სულ ერთია. ანუ ამ მადლს, რომელი მადლიც ღვთისგან არის მასზე გადმოსული, არ ღებულობს. ასე არის თითოეულ ჩვენგანი მიმღებლობის საკითხში. რომ ამ საღვთო მადლს ან უხსნი გულისკარს, ან არ უხსნი. იმიტომ რომ მადლი გადმოდის ყველაზე, როგორც მზე ამოდის და ანათებს ყველასთვის, როგორც წვიმა მოდის ყველასთვის, ასეთივეა მადლი, ყველასთვის მოდის. ქართველისთვის, ებრაელისთვის თუ იმისთვის, რა ქვია, სომხისთვის, მნიშვნელობა არ აქვს ამას, მაგრამ მიმღებლობა როგორი აქვს. ეს აქვს როგორი მიმღებლობა, იცი რომ მოვიდა სახლში მშიერი. და მისი ძმა იაკობი, ტყუპის ცალი, ის აქვს მომზადებული ფაფა რა იყოს, ოსპის შეჭამანდი. ოსპის წვნიანი და ეუნება რომ შიაო და მომეციო ეგაო და იაკობი ეუნება რომ შენი პირმშოობა დამითმე და მოგწევ. რა ჯანდაბათ მინდა პირმშოობა მომეცი ეგაო. აი ეს გახლავთ, იცით რა, ღმერთის მიერ ბოძებილი მადლის უარყოფა. როდესაც ადამიანი აი პირდაპირ ამ სიტყვებს ამბობს, რა თავში ვიხლიო, რა ჯანდაბათ მინდა პირმშოობა მშიერი კვდებიო და გამოართმევს ოცმის და ასე წერია პირდაპირ რომ არაფრად ჩათვალა მან თავისი პირმშოობაო. ანუ აქ პირმშოობა თანამდებობაზე კი არ არის ლაპარაკი. აქ ლაპარაკი ღმერთის საჩუქარზე, რომ მისთვის ღმერთის ეს საჩუქარი, რომ პირმშოა, არის სულ ერთი. და ამის მერე, როდესაც დადგა ფაქტის წინაშე, რომ კურთხევა მიიღო იაკობმა და მან ვერ მიიღო, დაიწყო ტირილი, რა თქმა უნდა. ოღონდ ეს ტირილი, იმ სინანულის ცრემლები კი არ იყო, რომ მე არ დავაფასე სათანადოდ მადლი. ეს ცრემლები გახლავთ, ის ცრემლები, რომ ვერ მოიპოვა მან თანამდებობა და საიდან ჩანს ეს როგორ ინანიებდა? გადაწყვეტილებას მიიღებს რომ მოუკლავ ჩემ ძმას იაკობსო. გადაწყვეტილებას ასე ძღებულობს. ამიტომაც გამოდის რებეკა და იაკობს ეუბნება არ მინდა რომ ორივე შვილი ერთ დღეს დაკარგოთო. რას ნიშნავს ორივე შვილის ერთ დღეს დაკარგვა? ერთი ძმა თუ მეორეს მოკლავს, მკვდარი მიწაში ჩაიდება და დაკარგულია, მაგრამ მკვლელი დაკარგულია დედისთვის, იმიტომ რომ შვილი მოუკლა დედას. არ მინდა რომ ორივე ერთ დღეს დაკარგოთო. პირდაპირ წერია. ისააკი პირდაპირ ეტყვის იაკობს რომ ჩაალაგე ბარგი და წადიო დალოცავს აკურთხებს და გაუშვებს და ეტყვის ცოლი საიდანაც უნდა მოიყვანოს. ეს იმას ნიშნავს, რომ ესავის სინანული და ცრემლები ის სინანული კი არ არის, რომ მე სათანადოდ ვერ შევაფასე ღმერთის საჩუქარი. ესავის სინანული გახლავთ ის, რომ თანამდებობა დაკარგა. მეტი არაფერი. ამიტომაც წერია, რომ თქვენ იცით, რომ ამის შემდეგ იგი უკუგდებული იყო. უკუგდებული იყო, იმიტომ რომ მან უარყო ეს მადლი და როცა მოისურვა,
მემკვიდრეობით მიეღო კურთხევა. ვეღარ პოვა მონანიების შესაძლებლობა. თუმცა ცრემლებით ეძიებდა მას. იმიტომ რომ მისი ცრემლები არ იყო სინანული დაკარგული მადლის გამო. ეს იყო ცრემლები დაკარგული თანამდებობის გამო. ანუ შიგნით არ არის თავის გასთან არ არის მიმართული ეს ცრემლები. რა თქმა უნდა. გარემოს მიმართ. რა თქმა უნდა. რომელმაც აი ძმა მოაწყვილა. რა თქმა უნდა. გამწარდა ამით. რა თქმა უნდა. კი ბატონო. არა იმაზე რომ თვითონ უარყო მადლი. კი ბატონო. გასაგები. კი ბატონო. მონანიებაც არ იყო. არ იყო მონანიება. რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ იქვე ღებულობს გადაწყვეტილებას, რომ უნდა სინანული რო კონდეს და რო ეს რო ეთქვა, რომ ვაიმე ეს როგორ შემეშალა, რომ ასეთი მადლი დავკარგე, იმის ფიქრი ხო აღარ მოვიდოდა, რომ ძმას მოვკლაო. ეხა გადაწყვიტა, რომ ძმა მოკლას, იმიტომ რომ რადგანაც ოფიციალურ კურთხევას ვერ ღებულობს, ძმას თუ მოკლავს, მის მეტი აღარავინ აღარ არის მემკვიდრე და ავტომატურად თვითონ ხდება მამამთავარი. საინტერესო. აი მამადაშვილს აქვს ესეთი რაღაცა, რომ მოზარდის აღქმა არისო, როდესაც შენ გარემოს ადანაშაულებო. და დასული საქმე, როცა შენ ადანაშაულებ, როცა კი ბატონო. და რაღაცა ხდებაო და როცა ქსერქსეს გემები ჩაეძირა საბერძნეთში, მოიყვანა ესენი ჯალათები და ზღვა გაამათრახები. კი. ანუ კი ბატონო. მართულია გარეს ეს. კი ბატონო. ანუ აქაც იგივე იგივე. რა თქმა უნდა იგივე. ანუ პრაქტიკულად მამა თუ მონანიებაზეა და აი რას ინანიებდა ესა თუ ადამიანი ინანიებს გულით, ნამდვილი გულით, მთელი გულით ხო იკითხა ბატონმა როგორ მიუხვდება სწორად ფიქცეულის პრაქტიკულად თუ ცოდვას ვინანიებს სწორია. და იმას დარდო ის არის შეწყნარებადი და პატიებადი, ხო? ერთმა ცნობილმა სახემ მოყვა ასეთი რამე რა. ხშირად ზის ტელევიზორში არ მინდა შეიძლება მოისმინეთ ეს ისტორია და რომ მე და ჩემმა ძმამო ლიფტშიო ვიპოვეთო ბევრი ფული. აი ესე მოკლედო ლიფტიო ამოვიდა ცარიელი, ეთყობა გადატანა ვერ მოასრო ჩანთისო და ეს ჩანთაო გაიხსნაო და ფულით იყო სავსეო რა. და ჩემმა ძმამო მოკლედო ესო სასტუმროს რეცეპშენში ჩააბარაო. და მეო ძალიან გაუბრაზდიო, ამას გაუბრაზდი ჩემს ძმასო შესულელო, რაღაცაო, ასეო, ისეო, მოკლედო რა. რას ინანიებდა ეს კაცი? ძალიან ნანობდა ამ საქციად. რას ინანიებდა? ფული რო არ მოიპარა, იმას ინანიებდა. რას მოინანიებდა? კი. ანუ იმ ძმამ ჩააბარა რეცეპშენში და ეს აი ბოლომდე რტვინავდა და ბოლომდე ამბობდა რომ აი რას ისულელე გავაკეთეთო. ანუ ინანიებდა იმას რომ არ მოიპარა ფული. ესავე ინანიებდა იმას კი არა რომ პირმშობაზე თქვა რომ ბოდიში ამ გამოთქვისთვის ფეხებზე მკიდია პირმშობა ისემშია მომეცი ოსპის შეჭამანში გაცვალა მადლი, საფრთხო მადლი, რომელიც კურთხევით უნდა მიეღო. აი თქვა დღევანდელ დღესაც იცით როგორისაც ეხლა ვიღაცებისგან სიტყვა მესმა რამდენჯერმე რომ მღვდლობა არაფრად მიღირს ასეთ რამეს ამბობს ადამიანი რა. მღვდელი. ხო და რაღაცა იქ საქმეების გარჩევებშია ჩართული რა. და ამბობს რომ არც მღვდლობა, არც მღვდელმთავრობა არაფრად მიღირს რაღაცა ეს ისე იგი წარმოიდგინეთ რომ მას მღვდლობა ეს მადლი რომელიც ხელდასხმით არაფრად უღირს. თავის პირით ამბობს ამას. ღმერთო შენ დამიფარე მღვდლობა თვითმიზანი არ შეიძლება იყოს და არ შეიძლება მღვდლობის გამო იკადრო რაღაცები ადამიანმა თუნდაც მოჩვენებითი პატიოსნება, მაგრამ რას გულისხმობ ვიცი რომ თითოეულ სიტყვას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩვენ ამას არ ვუფრთხილდებით, რაღაცა წამოისვრი ისე და ვერც კი აფიქსირებ რა შეცდომას უშვებ. რა პრობლემის წინაშე აყენებ საკუთარ თავს, იმიტომ რას ქვია არაფრად გიღირს. არაფრის ღირებულება აქვს იმას, რომ ღმერთმა საფრთხო მადლი გარდამოადინა შენზე, რომლითაც შენ საიდუმლოებების აღსრულება შეგიძლია? თუნდაც ერთ ადამიანს ნუგეში რომ მისცე იმით, რომ შენი მღვდლობის მღვდელმსახურებით რაღაცნაირად წელში გამართო ადამიანის სულიერად, ან ხელშეწირვის მსახურებაზე დადექი, ამის საშუალება ყველას აქვს, მღვდელს აქვს მხოლოდ და რას ქვია არაფრად გიღირს, იმიტომ რომ იქ რაღაცა გაქვს დასამტკიცებელი და იქ ვიღაცა იარაღი გადატენა და
რაღაცა მე ამღლობას და მეორე გამოვიდა და იფიცება რომ მე რა თუნდაც გამკვეთონ არაფრად მიღებს რას ლაპარაკობთ კაცო საწერია ეს ამბავი საიდან მოიტანეს ეს ამბავი რა დაგვიფაროს ღმერთმა საღვთო მადლი რომელიც თითოეულ ჩვენგანზე არის გადმოსული გაუფრთხილდით ამას ძალიან გაუფრთხილდით იმდენად უნდა დიდი სიფრთხილით იყოთ მასთან მიმართებაში რომ ამისი დაკარგვა ნიშნავს იმას რომ ცარიელი რჩები აი როგორც მამები ამბობენ რომ ჯანმრთელობა რო დაკარგო თანამდებობა რო დაკარგო ეს რო დაკარგო არაფერიაო თავარია საღვთო მადლი არ დაკარგო და ეს საღვთო მადლი რომლისთვისაც ღია უნდა კონდეს გამოდმებულად გული და შე რო იტყვი რომ მოიცა კაცო ეხლა ოსპის შეჭამანდი მირჩევნია წერია განაჩენი იგივე როგორც მე არ დიდი მადლობა მამა მადლობა თქვენ ყურადღებისთვის გაიხარეთ იცოცხლეთ